რეგიონის წყალუხვი პოტენციალი აჭარაში კალმახის მოშენებისათვის საუკეთესო პირობებს ქმნის. მეკალმახეობა აჭარაში პრიორიტეტული დარგია. მოქმედი საკალმახე მეურნეობების რაოდენობა 55, მოქმედი საკალმახე სადედე ჯოგით 35, მომხმარებელი ადგილობრივი ბაზარი. ბორში კალმახის მოშენება თევზის განაყოფიერებული ქვირითის შეძენით, სადედე ჯოგის არსებობის შემთხვევაში კი სათესლე მასალის წარმოებით იწყება. საკალმახე მეურნეობებში ძირითადად მოშენებულია ჩრდილო-ამერიკული ცისარტყელა კალმახი. ის ჰიბრიდული ფორმაა, გამოყვანილია ჩრდილოეთ ამერიკაში, გამსვლელი და მდინარის კალმახის შეჯვარებით. ცისარტყელა კალმახის კვერცხი ნარინჯისფერია, დიამეტრი 5 მმ-მდე აღწევს, კარგად უძლებს დაავადებებსა და სითბოს. თუ კი სათესლე მასალად გამოიყენება ქვირითი, ამ შემთხვევაში მიუღებელია განაყოფიერებისას პირველად აღებული მასალა. 1 კილოგრამში კვერცხების მინიმალური რაოდენობა კი უნდა იყოს 10,000 ცალი. თუ კი სათესლე მასალად გამოიყენება ლიფსიტი, ის უნდა იყოს სტანდარტული არანაკლებ 2-3 გრამისა, ზომიერად ნაკვები, მოძრაობაში აქტიური, საკვებზე რეაგირებისას აქტიური, არადისტროფიული. კალმახის სათესლე მასალის შეძენა შესაძლებელია როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, მათ შორის მეზობელ თურქეთის რესპუბლიკაში. სათესლე მასალის საწარმოებლად აუცილებელია სადედე ჯოგი. სანაშენოდ მწარმოებელი მდედრი და მამრის შემდეგი კრიტერიუმებით უნდა შეირჩეს. ქვირითობის პერიოდისათვის დამახასიათებელი გამოკვეთილი შეფერილობა, კარგი ნაკვებობა, მკვეთრი და ძლიერი მოძრაობა. მდედრი ასაკი 3-დან 7 წლამდე, მასით 800 გრამიდან 3 კილოგრამამდე. მამრი ასაკი 2-დან 5 წლამდე, მასით 400 გრამიდან კილონახევრამდე. ცისარტყელა კალმახების მოწიფული მამრების სათესლეების საშუალო შემადგენლობა უნდა იყოს სხეულის მასის 6%. მოწიფული მდედრის გონადების შემადგენლობა კი უნდა შეადგენდეს სხეულის მასის 8%-ს. სრულფასოვანი სასქესო პროდუქტების მისაღებად მნიშვნელოვანია წყლის მოდინებისა და წყალწვლის გათვალისწინება. სპეციალურ აუზებში მოთავსებული მწარმოებლებისაგან მიღებული შთამომავლობის სიცოცხლის უნარიანობა 79%-ია. სტანდარტულ აუზებში შენახული მწარმოებლების პროდუქტის სიცოცხლის უნარიანობა კი 52%. მაღალხარისხიანი მწარმოებელი მდედრი 3-დან 6,000-მდე ქვირითს იძლევა. მდედრებისა და მამრების შეფარდება არ არის აუცილებელი იყოს ერთ-ერთთან. ტოფობის პერიოდში ერთი მამრი მრავალჯერადად გამოიყენება. შესაბამისად, მამრის რაოდენობა მდედრებთან შედარებით შესაძლებელია შემცირდეს 30%-მდე. ახლო ნათესაურის შეჯვარების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია 3-5 წელიწადში ერთხელ სანდო მეურნეობისაგან დაავადებისაგან დაცული ჯამთელი ქვირითის სპერმის ან უკვე განაყოფიერებული ქვირითის შემოტანა. სასქესო პროდუქტის მიღებამდე 10-15 დღით ადრე ექსკრემენტების ეფექტური მოცილების მიზნით მწარმოებლების კვება წყდება. მდედრის მოწიფულობის განსაზღვრა ხდება ვიზუალურად და ხელის შეხებით. მოწიფულ მდედრს აქვს გადიდებული, ჩამოშვებული და რბილი მუცელი. თუ მდედრი მოწიფულია, მუცლის არეში ხელის სუსტი შეხება საკმარისია იმისთვის, რომ გამოიყოს ქვირითი. წარმოებელთა პირველი ქვირითობის შედეგად მიღებული ქვირითი საგულდაგულოდ იწურება. ინკუბაცია წარმოებს ცალკე. გასათვალისწინებელია, რომ პირველი ინკუბაციისას დიდია უვარგისი ქვირითის რაოდენობა. როგორც წესი, ამასას არურევენ ქვირითობის კამპანიისას მიღებული ქვირითის საერთო რაოდენობას. კალმახის ქვირითის განვითარების პერიოდი 45 დღიდან 50 დღემდეა. ნაყოფიერება კი 25,000-მდე ქვირითის მარცვალია. ინკუბირების დროს პირველი და უმნიშვნელოვანესია სანაშენე ინკუბატორის დეზინფექცია და ტექნიკურად გამართული საინკუბაციო აბაზანები. მდინარიდან ან ტბიდან მომდინარე წყალს სხვადასხვა ნარჩენები მოჰყვება. ამიტომაც მდინარის შენაკადთან მონტაჟდება წყლის განფილტრავი ცხაურის მაგვარი წინაღობები. წყალი საბოლოოდ აუზზე დამონტაჟებულ საცერში იფილტრება. კალმახის ქვირითობა ნოემბერში იწყება და მარტის შუა რიცხვებამდე გრძელდება. თუ წყლის ტემპერატურა ინკუბატორში 8-დან 10 გრადუსამდეა, კვერცხით შეკვას 45 დღეს დაიწყებს. გამოსაზრდელ აუზში ლიფსიტების ჩასმის დროს წყლის ტემპერატურა 3 გრადუს ცელსიუსზე მეტი უნდა იყოს. დაბალი ტემპერატურის პირობებში ინკუბაცია 2-3 თვემდე გრძელდება. ლიფსიტების ჩასხმის სიმჭიდროვე საწყის ეტაპზე 1 კუბურ მეტრზე 25-30,000 ცალია. კალმახის ლიფსიტის გამოზრდას წყალწვლისა და ტემპერატურის მიხედვით შესაბამისი კვების რაციონი ესაჭიროება. ლიფსიტი გამოჩეკვიდან 20 დღის განმავლობაში საკუთარი ყვითრით იკვებება. 21 დღიდან შემდეგი 20 დღის განმავლობაში ლიფსიტები საკვებს საათში ერთხელ იღებენ. საკვები ულუფა წყლის ტემპერატურის, კალმახის სიდიდისა და კონკრეტული საკვების შემადგენლობის გათვალისწინებით დგება.
ახლად გამოჩეკილი 10 დღემდე ლავრას საკვების შემადგენლობა. ზოოპლანქტონი, კვერცხის გული, კვერცხისა და რძის ემულსია, დოლბანში გაწურული ელენთის სისხლიანი ქსოვილი. 10 დღიდან 4 თვემდე ლიფსიტას თხევადიან გრანულებიანი საკვების შემადგენლობა. ელენთის სისხლიანი ქსოვილი 85%, ხორცის ძვლისა და თევზის ფქვილი 14%, თევზის კონი 1%, ელენთა 55%, თევზის ფარში 30%, პურის მტვერი 14%. კალმახის ლიფსიტების გამოსაზრდელი აუზი ყოველდღიურად უნდა გაიწმინდოს. საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია მისი უფრო ხშირად გაწმენდა. აუზი გამდინარე წყლით ირეცხება და იწმინდება ექსკრემენტებისა და საკვების ნარჩენებისაგან. აუზში ჩამონტაჟებული მფილტრავი ბადე წყლის შეუფერხებელ გადინებას უზრუნველყოფს. განაყოფიერებული ქვირითის ტრანსპორტირება დაშვებულია გამოჩეკვამდე 1 კვირით ადრე კარადის ტიპის საინკუბაციო აპარატით ან ქვირითის გადასაზიდვის სპეციალური კონტეინერით. გამოჩეკილი ლიფსიტების ტრანსპორტირება კი შესაძლებელია მას შემდეგ, რაც 0.3 გრამს მიაღწევს. ტრანსპორტირება განსაკუთრებული სიფრთხილით, სპეციალური კონტეინერების საშუალებით უსაფრთხოების წესების დაცვით ხორციელდება.